თბილისში ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევამ, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში ავარიული შენობების პრობლემის სიმწვავე. რადგან მხოლოდ დედაქალაქში 10,000-მდე ავარიული შენობაა, რომელიც ან გამაგრებას საჭიროებს, ან აუცილებელია მისი დემონტაჟი, სახლი, რომელიც გუშინ ჩამოინგრა, ავარიული შენობების მესამე კატეგორიას მიეკუთვნება და აკმაყოფილებს ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამით გათვალისწინებულ პირობებს. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ამბობს, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო შენობის დაზიანების ხარისხის შესახებ, თუმცა მისი დემონტაჟი მაცხოვრებლების ნაწილის წინააღმდეგობის გამო ვერ განხორციელდა. აზრი ორად იყოფა, ქონდა თუ არა უფლება მერიას მობინადრების სრული თანხმობის გარეშე მოეხდინა შენობის დემონტაჟი და თუ მუნიციპალიტეტისთვის ცნობილი იყო შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, რატომ არ მიიღო მათ შორის ავარიული შენობის გარე პერიმეტრზე ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები. სტუმრებთან ერთად ვისაუბრებთ დღეს თემაზე, ვიზია ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა, რა წერია ოფიციალურ დოკუმენტებში და რა შემთხვევაში რისი უფლება აქვს მოქალაქეს და მუნიციპალიტეტს, თუ უძრავი ქონება ავარიულია და გამაგრებას არ ექვემდებარება. სამშენებლო სამართლის საფუძვლებზე დაყრდნობით სტუმრებთან ერთად გავაანალიზებთ ვაგზალზე მომხდარი ფაქტის მაგალითზე, რა ბერკეტებია მუნიციპალიტეტის ხელთ უზრუნველყოს ურჩი მობინადრების მიუხედავად მოქალაქეთა უსაფრთხოება. ოთარ კაჭკაჭიშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი და კობა ყალიჩავა, სამშენებლო კოდექსის თანაავტორი და თესეუს პროფესორი გვერდდებიან. თემაზე სასაუბროთ სტუდიაში, ბატონო მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ამ საკმაოდ მნიშვნელოვან თემაზე სასაუბროთ და სამსჯელოდ გვსტუმრობთ გადაცემაში. ბატონო კობა, მინდა რომ თქვენით დავიწყო. თქვენ ხართ სამშენებლო კოდექსის ერთ-ერთი თანაავტორი, კარგად იცით ის ნორმატიული, ასე ვთქვათ, ნორმები, მოკლედ, რომელსაც ახალი სამშენებლო კოდექსი გვაძლევს და გუშინ სამშენებლო სამართლის სპეციალისტები სწორედ მიუთითებდნენ რამდენიმე მუხლზე ამ კოდექსში, რომელიც აძლევს შესაძლებლობას ამ მსგავსი ასეთი შემთხვევების დროს, მაგალითად მუნიციპალიტეტს იმოქმედოს უმრავლესობის, ასე ვთქვათ, ინტერესების სასარგებლოდ და ამ შემთხვევაში მიიღოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზომები. თქვენგან ველოდებით უფრო ზუსტ განმარტებას, ამ შემთხვევაში რა განმარტებებს იძლევა სამშენებლო კოდექსი, რისი უფლება ჰქონდა და აქვს ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტს და როგორ შეუძლია უზრუნველყოს მან მოქალაქეთა უსაფრთხოება თუ მესამე პირების სიცოცხლის და ჯანმრთელობასაც ექმნება საფრთხე მათ შორის. მოგესალმებით. რაც შეეხება კოდექსი ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრ რეგულაციას და დანაწეს დათქმას მოიცავს გულისხმობს. პირველი ამოსავალი ალბათ არის კოდექსში არის ცალკე თავი შენობა ნაგებობის ხარისხობრივი მოთხოვნებთან დაკავშირებით და აქ ერთ-ერთი მუხლი 84 მუხლი საუბრობს ექსპლუატაციის პროცესში შენობა ნაგებობის გამართულობაზე და თქვათ ვალდებულებაზე. აქ არის 3 ეტაპი გამოყოფილი ამ თქვათ დათქმაში. პირველი ეს არის თავად პროექტირების და პროექტის შეთანხმების ეტაპი, სადაც უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს თქვათ პროექტის ეტაპზე. მეორე არის მშენებლობის პროცესი და მესამე არის ექსპლუატაცია, ანუ შენობის გამოყენების პროცესი. ხო, ანუ ყველა ეტაპს ეხება ეს დაპროექტება, ნებართვის გაცემა, მშენებლობა თუ ექსპლუატაცია, ყველა ეტაპს არის პასუხისმგებელი სუბიექტი ჰყავს, ესე ვთქვათ. ხო, ნუ პროექტირების შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი, ნებართვის გამცემი ორგანო არის ვალდებული, რომ ყველა, ასე ვთქვათ, საკითხი შეაფასოს, შეამოწმოს. მშენებლობის პროცესში ეს არის მშენებელი, რომელიც ახორციელებს მშენებლობას, ხო, ექსპლუატაციის პროცესში პასუხისმგებლობა იყოფა, ესე ვთქვათ. ხო, ეს არის ერთი მესაკუთრე დომინანტი, ასე ვთქვათ, რომელსაც ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ვალდებულება თუ უფლება გააჩნია, რომ საფრთხის შემქმნელი შენობის მიმართ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები და კანონმდებლობა ამართულებით გარკვეულ დათქმას ითვალისწინებს და მეორე ეს არის ადმინისტრაციული ორგანოები, მუნიციპალური ორგანოები, როცა კერძო სამართლებრივი შეთანხმება ვერ, ასე ვთქვათ, შედგება ამ შემთხვევაში და ბაზრის, თქვათ, ძალა რეგულირებაში ვერ ერთვება, ესე ვთქვათ, ხო, მხარეები ვერ თანხმდებიან, ინვესტორი ვერ არის მოძიებული, პროექტი არ მომგებიანი, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, მედიატორი ყავს, ხო, ამ შემთხვევაში, რომელიც დააკავშირებს კერძო სექტორს და მესაკუთრეებს, ხო? ანუ ამ მიმართულებით ჩვენ კოდექსში გვაქვს ორგანოს, ასე ვთქვათ, ჩართულობის კუთხით ორი ძირითადი ინსტრუმენტი გვაქვს, ხო? ერთი ეს არის ქალაქმშენებლობით ღონისძიება, უფრო მასშტაბური, ასე ვთქვათ, ტიპის არის ეგ, როცა ხდება უბნის, ნუ დეგრადირებული უბნის, შეიძლება იყოს იარსახესთან დაკავშირებული თუ უსაფრთხოების, ვთქვათ, მიმართულებით პრობლემა შეიძლება იყოს
უბანში დამმართულებით ქალაქს აქვს მასშტაბური ღონისძიების განხორციელების უფლებას და ვალდებულებას და აქვს სხვა მექანიზმი გვაქვს კოდექსის არის 50-იანი მუხლები 54 შემდეგი მუხლები და მეორე ეს არის ცალკეული ავარიული შენობების ჩანაცვლების პროექტი. ხო ეს ორი განსხვავებული ასე ვთქვათ მექანიზმი არის. პირველ შემთხვევაში როცა არეალი დიდია და ასე ვთქვათ ბევრი შენობა ნაგებობები თუ ასე ვთქვათ სხვა ტიპის ინფრასტრუქტურა არის გასაახლებელი, აქ მერიის უფლებამოსილება კომპეტენცია უფრო ძლიერია, ესე თქვა საჯარო ინტერესი არის მოჭარბებული და კერძო საკუთრების მესაკუთრეების მხრიდან თანხმობის, ასე ვთქვათ, ამ ამბავი რედუცირებულია, ესე ვთქვათ, მეტნაკლებად გააჩნია შემთხვევაში, ხა თუ მარტო იერესახის განახლებაზე საუბარი, საერთო თანხმობის გარეშე ხდება ეგ ყველაფერი. მეორე თუ რაღაცა ფართიიცულება და დაშენება, მიშენება ხდება და რაღაცა კონდებრივი ინტერესი ამ შემთხვევაში 50%-იანი ოღონდ არა ამხანაგობის წევრების, არამედ ამხანაგობის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების 50% პლუს 1% თანხმობა თუ არ უკვე შეუულია მერიას ქმედება განახორციელოს და მესამე ეს არის ავარიული შენობის შემთხვევაში, როცა ასევე არ არის, ასე ვთქვათ, თანხმობის ვალდებულება მოთხოვნილი, ოღონდ ეს უნდა იყოს ქალაქმშენებლობითი ღონისძიება, ანუ უნდა ეხებოდეს მოჭარბებულ საჯარო ინტერესს ამ შემთხვევაში, ხო? ამიტომაც არის, რომ ჩვენ გვაქვს ორი ტერმინი, ხო, ქალაქმშენებლობითი ღონისძიება, რაც ამ შემთხვევაში სადაოა იყო თუ არა ეს кейსი, როცა ეს ინსტრუმენტი შეიძლება გამოყენებულიყო და მეორეა რიგ ქალაქებს, თქვა ბათუმს აქვს, თბილისს აქვს, ხო, ამ შემთხვევაში ეს არის ავარიული შენობების ჩანაცვლების, ასე ვთქვათ, პროცესი. ამ შემთხვევაში ქალაქი უფრო მედიატორის როლში გამოდის, ხოლო რაღაც შემთხვევებში არის გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, როცა ქალაქს მეტი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, თქვათ, აქვს, ასევე რაღაც შემთხვევებში არ მოითხოვება მესაკუთრეების თანხმობა. ანუ რაღაც შემთხვევებში ეგ უფრო მეტად მესაკუთრეების ვალდებულება არის, როცა, ასე ვთქვათ, ბაზარი ვერ მუშაობს, მაშინ ქალაქი მოდის და როგორც მესამე პირი აქვს სამხრივი ხელშეკრულება იდება, ეს არის მესაკუთრეები, დეველოპერი და მერია, რომელიც გარანტიის ფუნქციას ასრულებს და პლუს ასევე ფინანსურად შემოდის ამ ურთიერთობაში. თუ ამ кейსზე მეკითხებით, აქ ეს გამოყენებული იყო, მესაკუთრეების თანხმობა იყო პრობლემატური, როგორც ჩვენ ამას ახლა ვიგებთ და ამ ხრივ ანუ დასათანხმებელია, რომ კანონმდებლობა პრინციპში ძლიერ ბერკეტებს ვერ გვთავაზობს და ამ ხრივ გადასახედია, როგორც მსხვილ მასშტაბიანი არეალის რეაბილიტაციის დროს თანხმობის გარეშე შეიძლება მერია ჩაერთოს ავარიული შენობების შემთხვევაში, აქ განსხვავება არ აქვს პრინციპში საფრთხის შექმნის თვალსაზრისით და ამ ცალკეული შენობის ჩანაცვლების დროსაც ალბათ სწორი იქნებოდა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონდეს მეტი ბერკეტები და ამ ხრივ კანონმდებლობის განახლება თუ რეფორმა არის აუცილებელი და პრინციპში როცა ეს ახალი კოდექსი მუშავდებოდა, მაშინ დისკუსია იყო, ასე ვთქვათ, ამ მართულებით, ერთ-ერთი თავი ყოფილიყო კოდექსში სოციალური საბინაო ფონდის მარეგული კანონმდებლობა, თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა, ითქვა, რომ ეს იმდენად დიდი თემა, რომ შეიძლება ამას გადაეწონა კოდექსის მთელი რეფორმა, ამაზე დისკუსიას, ამიტომ ჩვენ მაშინ პირველ რიგში გავაკეთეთ დათქმა, რომ ეს საკითხები დარეგულირდებოდა მომავალში, ეს 18 წელს მიღებულ კოდექსზე ვსაუბრობ და ნუ დღემდე ჩვენ გვაქვს, ასე ვთქვათ, ქაოსური რეგულაციები, ადგილობრივ დონეზე უფრო მეტად მოქმედი, ამიტომ ალბათ დადგა საჭიროება იმისა, რომ სახელმწიფომ, პრინციპში მუნიციპალიტეტებმა გააკეთონ ინიცირება და პარლამენტმა მხარი დაუჭიროს ამას და, ასე ვთქვათ, მიღებული იყოს ახალი კომპლექსური კანონი, რომელიც ქვეყნის დონეზე სრულიად მოაწესრიგებდა ამ პრობლემას და ეს არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, მუნიციპალურ რეგულაციებზე დამოკიდებული, სადაც აისახება, ასე ვთქვათ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და პრაქტიკასთან თავი დავანებოთ, უბრალოდ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი იქნება რეალიზებული და ასე ვთქვათ, ის საჭიროებები, რაც ქვეყნის შიგნით არის, ასე ვთქვათ, ამაზე იქნება კანონმდებლობის მხრიდან ადეკვატური რეაქცია, ასე ვთქვათ, კანონის მიღების, ვთქვათ, გზით. კი ბატონო. ბატონო თარ თქვენ მინდა გკითხოთ, ბატონო ნიკობა საუბრობს და ისიც ხედავს გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას, ალბათ ამ ფაქტმაც კარგად გამოაჩინა ამის საჭიროება დღეს, აი მაგალითად როცა ეს ფაქტი მოხდა, მხოლოდ რაღაცა ერთი მიმართულებით ხდებოდა აქცენტების გადატანა, რომ იქ მერიას არ ქონდა მობინადრეთა სრული თანხმობა, ვერ მოხდებოდა დემონტაჟი და ასე შემდეგ. თუმცა, რამდენად უნდა ქონდეს ბერკეტი და რამდენად აქვს ამის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს, რომ უზრუნველყოს
მესამე პირების უსაფრთხოება, იმიტომ რომ ფაქტობრივად შენობის ის ნაწილი მოწყდა, რომელიც იყო გარე პერიმეტრზე და ის არა მობინადრებს უფრო მეტად უქმნიდა საფრთხეს, არამედ ვინც გადაადგილდებოდა გარე პერიმეტრზე. ამ შემთხვევაში რა მოკლედ ვერ გააკეთა სწორად მუნიციპალიტეტი? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვცხადო გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. დიდი ტრაგედია მოხდა. თითოეული ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია და თუ ამ ადამიანების გადმოსახედიდან შევხედავთ ამ პრობლემას, მათი ოჯახის წევრების, ვფიქრობთ, რომ იურისტების მოსაზრებები, მერიის პოზიციები ნამდვილად აუხსნელი და გაუგებარია, მათ უნდათ უსაფრთხო გარემო და ეს ვიღაცამ უნდა უზრუნველყოს. მე ვფიქრობ, რომ აქ დავეთანხმები ბატონ კობას, ასევე იურისტიუზეთში გასული იურისტების მოსაზრებას, რომ ნამდვილად გვაქვს ერთის მხრივ მერიის პოზიცია რაღაც კუთხით სწორია, რომ კონკრეტულ ერთ შენობაზე დაუშვათ, ეცაჭიროებოდა თუ არა თანხმობა 100%-ის დიახ ასეა, თუმცა აქ საკითხი არ დგას გასახლებაზე, შენობის დემონტაჟზე და ასე შემდეგ. აქ არის მომხდარი ფაქტი, რომ ავარიული შენობიდან მოწყდა ნაწილი და არა დაინგრა ის სრულად ან მობინადრებს კი არ შეექმნათ, ამ შემთხვევაში ეს შედეგი კი არ დამდგარ, არამედ იქ გარემოვაჭრე თუ ქუჩაში გამრავლილი ადამიანები დაიღუპნენ. გამოდის, რომ საუბრობთ სულ სხვა პრობლემაზე და არგუმენტაციები არის სულ სხვა მიმართულებით გადატანილი და რაღაცნაირად გამოდის, რომ კანონი ისა ორივე მხარე მართალია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მოხდა ფატალური შედეგი. ბატონ კობამ ნათლად განმარტა, რომ კანონმდებლობაში გვაქვს აშკარად ხარვეზები და ის, რომ კანონმდებლობაში გვაქვს ხარვეზები, ეს არ არის მოქალაქის რაიმე, ესე თქვათ, პასუხისგებლობა და მოქალაქეზე ვერაფრით ვერ გადავიტანთ ამ რა ვქვათ, თავდაცვის ვერაფრით ვერ ვაიძულეთ მოქალაქეს იქ არ გაევლო, იქ არ გაეკეთა. ამის შესაძლებლობები აქვს მერიას და უშუალოდ უნდა მერია იქნება თუ სახელმწიფო სამსახურები თუ მუნიციპალიტეტები, რომ შესაბამისი ღონისძიებები მიიღოს, გაამაგროს, უზრუნველყოს, დაიცვას პერიმეტრი. იქ თუ ვნახეთ ყველა კადრებში მოწყობილია აქტიური სავაჭრო ობიექტები, მაღაზიები, პარკინგი და ერთ-ერთ აქტიურ ზონას და წარმოადგენს მიმოსვლის, სადაც ყოველ წუთას იცვლება ადამიანთა რაოდენობები და არ ვიცი როგორ ვთქვათ, მაგრამ შესაძლებელი იყო უფრო მეტი მაღალ მასშტაბის მსხვერპლი მოყოლო და რაღაც წამში ისე მოხდა, რომ ეს ორი ადამიანი აღმოჩნდა იმ მოკლედ კანონმდებლობა გვაქვს აუცილებლად შესაძლებელი, რაზეც საუბრობს ბატონი უჩა სიუჟეტში, ნამდვილად ის არის ფართომასშტაბიან და თავისთავად არ აქვს მას იურიდიული ძალა, რასაც მერია განმარტავს, ისიც სწორია, რომ დიახ, ამ ერთ კორპუსში მობინადრების გასახლებაზე ესაჭიროებოდა თანხმობა 100%-ის, თუმცა ეს არც ერთი მიმართულება და არც განაშენიანების, ესე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი ღონისძიების დაწყება არ ეხება ამ კონკრეტულ მომხდარ მომენტს და ასეთი ფაქტი სოციალურ ქსელში იწერება უამრავი დაიდო ფოტოები, კიდევ სად არის ამდაგვარი სურათები, ანუ ასეთი ტიპის ბზარები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ყველა ადამიანს გვიტოვებს. და ესეც შეიძლება აქ ეს ადგილი შეიძლება გახდეს ისეთივე შემთხვევის ადგილი. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნამდვილად ასეთ ფაქტებს სჭირდება სასწრაფოდ შეფასება, კიდევ უფრო სხვა კატეგორიებში გადაყვანა. ერთია განახორციელოთ თუ არა უბნის აღება და გადავიტანოს ეს მაცხოვრებლები, გადავიყვანოთ სხვა ადგილას და აქ ავაშენოთ ახალი სახლები, ეს არის ფართომასშტაბიანი ღონისძიება და გასაგებია, რომ ამას სხვა დაგეგმარება ჭირდება და ფინანსური უზრუნველყოფა, თუმცა მეორეს მხრივ ადამიანთა უსაფრთხოება უნდა დგეს ამ ათასობით სახლიდან უნდა გამოისჩეს იმდაგვარი ადგილები, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ჩარევას და ის აუცილებლად უნდა იქნეს ესე ვთქვათ დალუქულ მდგომარეობაში შესაბამისი ესე ვთქვათ დაცული ზონები უნდა შეიქმნას ვფიქრობთ რაც და უნდა გადაიჭრას პრობლემა რა თქმა უნდა საკანონმდებლო დონეზე ვერაფრით ვერ აუხსნით ჩვენ ოჯახის წევრებს რატო არ ქონდა შესაბამისი კანონმდებლობა რომ ამ ადამიანების სიცხე დაგვეცვა და არ მომხდარიყო ერთ ადამიანის გადაცვალება ეს აბსოლუტურად გაუგებარია მოკლედ დასკვნის სახით კანონმდებლობაში გვაქვს ხარვეზი რომ აი ამ კონკრეტულ შემთხვევას არ მიესადაგა ერთის მხრივ არის ბინებიდან
ადამიანების გასახლება დემონტაჟზე საუბარი ერთი ბინის და რაზეც თანხმობა ჭირდება, მეორედ გვაქვს კანონი, რასაც მთელი უბნის გადასახლებას ითვალისწინებს, თუმცა არ გვაქვს ისეთი ტიპის, ესე ვთქვათ, იძულებითი ღონისძიებების რეგულაცია არ გქონია, აღმოჩნდა ეს კონკრეტული მარეგულირებელი ნორმა, რაც აი ასეთ ინდივიდუალურ შემთხვევებს დაარეგულირებს და ვფიქრობთ, რომ თუკი კანონის დონეზე ეს ვერ მოხერხდა, კანონქვემდებარე აქტებით, კანონთან შესაბამისობაში მოყვანით შესაძლებელია, რომ ამ პრობლემის რეგულირება შეძლოს თუ ნუ იქნება ენება ისეთი ტემპით იღებენ სხვა ტიპის კანონებს, ალბათ ამ მიმართულებითაც არ გაუჭირდებათ თუ იქნება ამის ნება. ბატონო კობა, მესმის რომ საკუთრების უფლებასთან მივდივართ და ამაზე ამ ბოლო დღეებშიც კეთდებოდა აქცენტი, რომ თუ არ იქნება ვთქვათ მოსახლეობის სრული თანხმობა, მოკლებულია შესაძლებლობას მათ შორის მუნიციპალიტეტი რომ რაღაცა იმოქმედოს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება აქ ძალიან ბევრი რისკები იყოს. აი სამშენებლო კოდექსი ამ ხრივ თუნდაც გამოცდილება სხვა ქვეყნების რა შეიძლება რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს ისე რომ უმრავლესობის ასე ვთქვათ ინტერესები იყოს დაცული, მეორე მხრივ რაღაცა საკუთრების უფლებაც ჩვენ მაქსიმალურად არ შევზღუდოთ, მაგრამ ამავდროულად ამ ასეთ ტიპის პრობლემას ვუპასუხოთ. საერთოდ გამოცდილება პრინციპში გერმანიის კონსტიტუციის მე-14 მუხში არის განცხადებული, სადაც საუბარია საკუთრების უფლება გიქია სათაურში საკუთრების უფლება ამ ნორმას, მაგრამ იწყება ესე რომ საკუთრება ავალდებულებს მოქალაქეს და საკუთრება მარტო უფლება არ არის. მას აქვს ძალიან ბევრი სოციალური, ასე ვთქვათ, ბოჭვის შინაარსი. ხო, საკუთრების გამოყენება იმგვარად, რომ სხვას არ მიადგეს, ასე ვთქვათ, ზიანი და ნუ ჩვენ პრინციპში გვაქვს ზოგადი დათქმა ჩვენ კონსტიტუციაშიც, რომ საკუთრება შეიძლება შეიზღუდოს კანონის საფუძველზე, თუ ეს სხვა პირთა უფლებების დაცვით არის განპირობებული, საზოგადოებრივი ინტერესი მოითხოვს ამას და კანონი უნდა იყოს ოღონდ განპირობებული კანონი, რომელიც აი ამ შეზღუდვას, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურს გახდიდა. ხო და არა რაღაცა ასე ვთქვათ საფუძველს მოკლებულ შეზღუდვაზე საუბარი. ნუ ჩვენ ახლა სამოქალაქო სამართლებრივი ნორმას გვაქვს, ხო, საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებასაც ზღუდავს, კეთილსინდისიერად გამოყენების ვალდებულებაზე საუბარი. აი ჩვენ გვესმის, რომ აი ორმა მესაკუთრემ თუ ნაწილმა უარი თქვა თანხმობაზე. ხო, ეს არის საკუთრების თქვათ უფლების და უფლების ბოროტად გამოყენება ამ შემთხვევაში მხოლოდ იმიზით, რომ სხვას მიადგეს ზიანი, ხო? ჩვენ ასე გვაქვს სამოქალაქო კოდექსში სამართალშემცველი შენობის ჩამოქცევის შემთხვევაში მოქალაქეს აქვს უფლება რომ მოთხოვოს ამ შენობის თქვათ დემონტაჟი სამოქალაქო სამართლებრივი ან ჩამოქცევის შემთხვევაში თუ თქვათ საფრთხე და ზიანი უკვე არის რეალური ზიანი მოითხოვოს, მაგრამ ნახეთ როგორ არის უკვე ძალიან ბევრმა კერძო სამართლებრივმა ნორმებმა, ანუ პირებს შორის მარგულება ნორმება დაგარგა აქტუალურობა, ხო, ანუ ვერ ფარავს ის იმ საჭიროებას, საუკუნეების წინ იყო, საუკუნეების წინ მეზობლები შეთანხმდებოდნენ და საკმარისი იყო, ასე ვთქვათ, მშვიდი თანაცხოვრებისთვის, ხო, მაშინ ესეთი რისკების და საფრთხეების არ იყო, ხო? ამიტომაც არის ძალიან ბევრი, თქვა, სამეზობლო სამართლებრივი ამბავმა გადაინაცვლა საჯარო უფლებამოსილების ნაწილი გახდა, ესე ვთქვათ, ხო? და ორგანოებმა ასე ვთქვათ, ეს უნდა დააბალანსონ. ნუ ჩვენ ახლა კოდექსში ასე პირდაპირ დათქმებზე ვისაუბრეთ, ხო? ანუ ეს არის მსხვილი მასშტაბის შემთხვევაში, როცა ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია ხდება, ვთქვათ, უბნის, ხო? ანუ სადაც არის საუბარი იმაზე, რომ დეპრესიული უბანი უნდა გათანაბრდეს და რაღაცა არ იყოს ან საცხოვრებელი პირობები იყოს გაუმჯობესებული, იქ შეიძლება ამის გამოყენება. ამიტომ ისმის კითხვა, რატო არ შეიძლება ეს სხვა შემთხვევაში, სადაც საჭიროება არის, იქაც იყოს გამოყენებული მსგავსი მექანიზმი, ხო? სადაც საკუთრივ თანხმობა არ არის აუცილებელი, ვთქვათ, პირობა და ამაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ სწორედაც რომ კანონმდებლობაში ეგ ჩანაწერი უნდა გაჩნდეს. მე ვეთანხმები აბსოლუტურად ექსპერტებს, რომ დაჯარიმების ნორმა, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს 120 მუხლი არის, ხო? ანუ ავარიული შენობის დემონტაჟის დავალდებულების განახორციელებლობა, ხო? ეგ გამოსავალი ნამდვილად არ არის და ჩვენ ამ პრობლემიდან ასე ვთქვათ, გარკვეულ იმას ვერ ვთავაზობთ, ხო? რაღაცა შედეგის მიღება ამ ხრივ ნუ შეუძლებელი, თქვათ, იქნება პირიქით ამას შეიძლება გაუარესოს რაღაცა მდგომარეობა. ნუ გარდა თქვათ ამისა
ჩვენ თქვით 94 მუხლი, ხო? ესე იგი საუბარი ელექტროგაყვანილობის გამართულობაზე, ჩამოქცევაზე, ჩამოვარდნაზე, პირდაპირ ამაზეა საუბარი, დაჯახებაზე, თქვათ, სარეკლამო ბანერები ხშირად გვინახავს, რომ რაღაც მეტრა 80-ზე განთავსებული და იქ კაცი ვერ გაივლის, ხო? ანუ ესეთი საფრთხის შემცველი, ასე თქვათ, ფაქტორები ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში და მარტო ეს ავარიულს და ძველს არ ეხება. პირადად ხშირად შემჩნევია ახალმოპირკეთებული ქვით შენობები, სადაც ქვა ჩამოვარდნაზეა უკვე, ხო? და ესეც ბუნებრივია საფრთხე და აი აქ პასუხისმგებლობა ეხა ქალაქის თქვათ ადმინისტრაციული ორგანოები ყველა კორპუსში ვერ მივა ბუნებრივია, ხო? აქ არის საუბარი მონიტორინგის ვალდებულებაზე, ხო? მონიტორინგის ვალდებულება აქვს თვითმმართველობას, მაგრამ ყველა კორპუსი რო შეამოწმოს ამისი არა. თუ ინფორმაცია შემოვიდა და ინფორმაციაზე რეაგირება არ იქნება, ეგ ბუნებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს ქმნის. ეს ევროპული სამართლის თუ სტრასბურგის გადაწყვეტილების სტანდარტია, ასე თქვათ, ინფორმაციის ქონის შემთხვევაში პოზიტიური ვალდებულება ქალაქის თუ სახელმწიფო ორგანოების არსებობს, ხო? და თუ ეს ვალდებულება არ შესრულდება, მაშინ ვსაუბრობთ მხოლოდ თქვათ, ასე თქვათ, დარღვევაზე, ხო? ამიტომ, საბოლოო ჯამში კოოპერაციის პრინციპს უნდა დაეფუძნოს ეს, ხო? ეს არის მესაკუთრე, მესამე პირები და სახელმწიფო ერთობლივად უნდა აკეთებდეს ამას და ერთი სუბიექტისთვის ეთის გაშვერა მარტივია, ბუნებრივია, მაგრამ ეს გამოსავალი თქვათ ვერ იქნება, ხო? ამიტომაც თუ ჩვენ საქმიანად ვისაუბრებთ, საქმიანად საუბარი ეს არის ყველამ ერთად, ასე თქვათ, აი ამ საფრთხეს უნდა ასე თქვათ დაუპირისპირდეთ ჩვენივე თქვათ მიდგომები თუ გადაწყვეტებით. კი ბატონო, და ძალიან მოკლედ ოთარ თუ შეიძლება, ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი. აი ბატონმა კობამ თქვა, რომ აი იქ იკვეთება პასუხისმგებლობა თუ მაგალითად გააფრთხილებს იგივე მობინატრეები ავარიულობის შესახებ და მას არ მოყვება რეაგირება. ძალიან ბევრი მოქალაქის შეტყობინება შემოგვივიდა სხვათა შორის ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ისინი ამბობენ, რომ მათი შენობაც ავარიულია, სამწუხაროდ ყურადღება არ ექცევა. მესმის, რომ ძალიან ბევრი შენობა ქალაქშია, 10,000-მდე ავარიული შენობა და ყველა შეიძლება ვერ მიექცეს სათანადო ყურადღება, თუმცა ამ შემთხვევაში რა, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ბერკეტები აქვს მობინადრეს, მოითხოვოს მისი უსაფრთხოება მუნიციპალიტეტისგან. დიახ, აქ არსებობს, ასე ვთქვათ, საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოსაგან თუ იმ კატეგორიას მიეკუთვნება ქონება, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა მეორე გამოწვევა ის ფასი, რასაც და ასეთი პრაქტიკა არის დედაქალაქში, როცა მერია უხდის საცხოვრებლით უზრუნველყოფას პირებს, ოჯახებს გაყავს, თუმცა იქ საუბარია, რამდენად ადეკვატურია ის თანხა და ყოფნის თუ არა დღეს იმ საბაზრო პირობებს, მაგალითად, მე როგორც ვიცი 700 ლარის ოდენობით გაიცემ ასეთი კომპენსაცია, ეს არის თუ არა უზრუნველყოფს თუ არა სრულად აქირავების ხარჯს, ეს საკითხი დგას ხოლმე კითხვითი ნიშნის ქვეშ, ანუ მოქალაქეებს კიდევ უწევთ თავიანთი დაამატონ ამ თანხებს და ისე უზრუნველყონ ჯამში საკუთარი საცხოვრებლით. მოკლედ ასეთი ტიპის თუ კი ასეთი მოთხოვნა იქნება, დიახ, სახელმწიფო ვალდებულია რომ უზრუნველყოს დროებით საცხოვრებლით, თუმცა ბატონ კობამ თქვა ამ საკითხზე უკვე აღნიშნა, რომ საერთო ფონდი უნდა შეიქმნას, ეს ვერ იქნება ეს ერთ და ის საცხოვრებელი ფონდი გადაჭრის საბოლოო ჯამში და ჩვენ ქვეყანაში თბილისში უამრავი სამშენებლო პროექტია, ამიტომ კერძო ბიზნესი თუ ჩაებნება ამ პროექტებში და ცოტა ნაკლები მოგებით, ასეთი ფონდები შეიქმნება და აშენდება სასაცხოვრებლები, ალბათ ჩვენ ქალაქს ამ კი ბატონო, ალბათ გარკვეული სტიმულებით სჭირდებათ, იმიტომ რომ ფაქტი იყო ყოველ შემთხვევაში დიდად არ იყო ინტერესი კომპანიების მხრიდან. მნიშვნელოვანია დროებითი ღონისძიება, ანუ მარტო ჩანაცვლება არ არის, თორსა რისკი და საფრთხე არის, თქვა ტყისიერი, მაშინ რაღაცა შემოღობა, შემოსაზღვა ინფორმაცია, რომ ადამიანები თქვა იქ რაღაც არ მიუახლოვდნენ, რომ ესეთი ტრაგედიები არ კონდეს კი ბატონო, ეს შესაძლებელი ნამდვილად იყო ამ შემთხვევაშიც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო შეფასებებისთვის. მადლობა ჩვენ სტუმრებს, ოთარ კაჭკაჭიშვილი, იურიდიული კომპანია OKNCG-ს დამფუძნებელი და დირექტორი და კობა ყალიჩავა სამშენებლო კოდექსის თანაავტორი და თესეუს პროფესორი საუბრობდნენ პირდაპირ ეთერში.